ხეკორძულაც კი არ მისვავს. ცხეთა ისე ამიკია. რაბათი მიშენებია. ავტობანი დამიკია. დამიჭირეს, გამომკეტეს, პიჯაკები აგეხია. ამისთანა უმადური ქვეყანა არ გამიგია. ამ ქვეყნის ალი კლდეები არაფერზე გამიცვლია. სამშობლო კრიმინალისგან საბოლოოდ დამიცლია. ჯერ უცნობი საქართველო მსოფლიოსთვის გამიცვლია. დღეს კი იმას მედავებით პიჯაკი რომ ჩამიცვია. დროშა გერბი, თუნდაც იმნი, რასაც უნდა მუდამ დაცვა. მსოფლიოს მეგავაცანი. ამიტომ სურთ ძელზე გამსვან. არსაკიძეს მამსგავსებენ უკანონო პატიმარსა. მალე ყველა მიხვდება რომ ცალხელა ჟობს ცალტვინასა. უსამართლობა გამეფთა ვაღიარებ დანანებით. მაშენებელს ხელს აჭრიან დამანგრევლის დავალებით. ევროპასთან მეგობრობდით. ჩემი იყო როცა ნება. დღეს კი ქვეყნის სამეგობრო ნელა-ნელა ბოცვანდება. ამ ქვეყნისგან კერს ამზადებთ. სტუბრად რუსეთს ელოდებით. ბევრი მოღალატე ყავს და პატრიოტი გემონებით. ნამდვილ გმირებს აშავებენ, ისტორიას აყალბებენ. 9 ძმასაც კი პიარისთვის განწირულად აცხადებენ. ახლა უკვე ჩინურ ერას სკოლებშიაც რომ ვაჩვევენ. რატო დუმხართ? ჩინელები ქართულობას არ გვართმევენ? ჩინეთმა თუ მიგვიტაცა ისევ ხალხს თუ დაგვეტყობა. თორე აბა კობახიძეს ქართულობის რა ეტყობა? ნაცებს აღარ აკრძალავთ. რა მითხარით ელდა მეცა? ბრიფიგიდან გვამცნობს იმ დღეს მდინარეზე ტრუსკავეცა. მალე ვინც აიკრძალება ეგ დღესავით ნათელია. ყაველაში ზომდანიშნავს შის პარტია ჩამრთელია. მოისყიდა თელიერი ფული დააკმაყოფილა. რაც მოვიდა იმის მერე ხალხი ორად გაყოფილა. მისი მოხუცი ხელები ჩვენ ჯიბეში ჩაყოფილა. ეკლესია ააგო და შიგნით ერთხელ არ ყოფილა. არ მინდოდა საქართველო ქართველისგან დაცლილიყო. ნეტა იზრო დააბრუნა როცა ბიძოც ნაცი იყო. შევარდნაძეს ჩაიმისვავს. პარლამენტი ამიღია და საქართველოს კარები მომავლისთვის გამიღია. მირბენია, მიწვალია, მიშრომია, დამიგია, დამიჭირეს. მე ამ ქვეყნის ვერაფერი გამიგია. გადაცემის წარმომადგენელია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.